მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით. მამა დავიწულე ისკირთან ერთად ეს არაჩვეულებრივი ადამიანი სულ მოდის ხოლმე და გვახარებს და მისი სტუმრობა დიდი მადლობა მინდა მამა მოგახსენებთ იმისათვის რომ ხართ და მარხვა დაიწყო და მოგვიწია თქვენი შეწუხება მამაო და რა უნდა გავითვალისწინოთ მამაო დასაწყისში იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ამ იგავებით აი ამ რაღაცა საწყისებით ღმერთი გველაპარაკება ხოლმე ყველაფერზე რომ აი როგორი ვართ რა უნდა იყოს აი თითოეულ რაღაცა გმირში ხედავთ ჩვენ თავს ხან ცუჩში ხან კარგში და ასე შემდეგ და რა უნდა დავინახოთ მამაო ჩვენ აი ამ ყველაფრით რას გვეუბნება უფალი მოგესალმებით გიორგი მადლობა მოწვევისათვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა ყველას ვინც გვაძლევს ამ საშუალებას ადამიანებთან ურთიერთობისა და მცირედი ჩვენი შემეცნების მათთვის გაზიარების მოკლედ ახლა ვიმყოფებით მარხვის მოსამზადებელ პერიოდში და ჩვენ გასულ კვირას ვიზეიმეთ აღვნიშნეთ საფრთხომსახურებით და გავიხსენეთ სახურება თავისი სახარებით შინაარსით რომელიც პირველი კვირა მოსამზადებელი პერიოდისა ანუ ხორციელის კვირა ყველიერის კვირა ეს კვირა იქნება უკვე მეზვერისა და ფარისევლის კვირა გასული კვირა იყო უძღებიშვილი კვირა შემდგომ იქნება ყველიერის კვირა მეტევების კვირა თავშივე მინდა აღვნიშნო რომ ეს მარხვა მამათა მიერ ჩვენი სული საცხონებლად არის დაწესებული. და სანამ ამ ორ ძირითად მნიშვნელობას ახლა ორივე კვირაზე ვისაუბრებ, თავშივე მინდა დავბრუნდე სამოთხეში, საიდან იწყება ზოგადად მარხვა და მისი მნიშვნელობა და საერთოდ ადამიანის სხეული და სულის შესახებ და ეს მარხვა მაინც რომელს ეკუთვნის სხეულს, სულს თუ სამშვენელს. მრავალმოწყალე უფალმან სამების ერთარსებამ ის სიყვარული რა არის ის მატარებელი თვითონ იყო არ დაიტიაო მამები ამბობენ ესე გვასწავლიან და ესე რო თქვა ამ სამყაროში გადმოიღვარა და ქმნის უფალი როგორც უხილავ ასევე ხილულ სამყაროს ნუ ხილავ სამყაროში მოიაზრება ანგელოზები ჩვენ ვისაუბროთ ხილულ სამყაროზე ანუ დედამიწაზე იქნება ადგილი სადაც ყოველივე განმზადება შესაქმნის 6 დღეთაში ამას ვკითხულობ ჩვენ ჰომილიებში და ამ შესაქმნის გვირგვინად სამყაროს ევლინება პირველი ადამიანი. მიწისაგან შექმნა ღმერთმა ადამიანი ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ ამას ადამ თვითონ მიწას ნიშნავს და შექმნილ რაღაც განსაზღვრულ მასას, ზომას, წონას და არა ჩვილს და არა პატარას რომელიც ესე რომ ვთქვათ ვიღაცის გასაზრდელი იქნება, არამედ რაღაც გარკვეული ასაკებს მქონე სხეულის მოცულობას აძლევს სიცოცხლის სუნთქვას. აი უფალმა ჯერ ერთი შექმნა და მეორე თვითონ მიცა ეს ცხოველმწყობელი მარადიული სული. ასე რომ ადამიანი შედგება სხეულისა და სულისაგან, მაგრამ ამავდროულად კიდევ სულში მოიაზრება ერთი ესეთი მეორე მხრიდან რო შევხედოთ ან მისი ნაწილი რო ვთქვათ, მაგრამ განუყოფლად და ეს არის სამშვენელი. ამიტომ არის ადამის შექმნილი ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად. აი ღვთის ხატად შექმნაში აი სამი რამე შეიძლება გავაერთიანოთ, როგორც მამა, ძე და სულიწმინდა, სამება, მაგრამ ერთარსება, როგორც მზე, ნათელი და სითბო, ასევე ადამიანშიც ხატოვნად რო ვთქვათ, ესია ეს სამება, სხეული, სული და სამშვენელი. ეხლა სამივეს აქვს თავისი თვისება, ამიტომ არსებობს ერთი ცოდვა სულიერი, ცოდვა ხორციელი, ცოდვა და მიდრეკილებები სამშვენელის მიერი. რა არის ახლა მათი თვისებები? პირველი სამშვენელის თვისება არის ესეთი რამე, რომ ადამიანის სხეულს სამშვენელი აღზრავს. აი პირობითად მე რომ მინდა ახლა თქვენ რაღაცა წერილი მოგწეროთ, აი ჩემს სამშვენელის თვისება აღზრავ ჩემს სხეულს, რომ საწერგალამი მოვიძიო. და ამაში ერთობა შემდგომ სული, რომ მის ტექსტი, რომლითაც მე თქვენ მოგმართავთ, რა შედეგებზე შეიძლება ეს იყოს, ესე რომ ვთქვათ, გათვლილი. და ამის შინაარსი რა შეიძლება იყოს. გამომდინარე აქედან, სამოთხეში იყო ესეთი მდგომარეობა. ადამიანის სხეული ემორჩილებოდა სულსა და ესე რომ ვთქვათ, სამშვენელს. და ცოდვის დაცემის შემდგომ ადამიანის სხეულს დაემორჩილა სამშვენელი და სული. ყოველ შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ, ცოდვის ჩადენამდე ადამიანს რაც ყველაზე მთავარი კიდე ღვთისგან მიეცა, ეს არის მსგავსება, განახრთობა ადამიანისა, მოწოდება მარადიულობისაკენ და შენარჩუნება იმ მადლისა, რაც უფალმა მიცა და ამ მადლის მუდმივად მიღებისა, რომელზეც ნათქვამია იყო ხე სიცოცხლისა
ცხოველმწყობელისა, ანუ ხე მადლის მინიჭებისა და ხე შემეცნებისა, სიკეთისა და ბოროტისა. ამიტომ ადამიანი მუდმივად ხე სიცოცხლისგან უნდა გამოკვებულიყო, რომ მარადიულად განხრთობილიყო. ეხლა ღმერთი კი ვერ გახდებოდა ადამიანი თავის ყოვლის მომცველობით, მაგრამ ღვთის მიმსგავსებაში მარადიულად იქნებოდა გაზრდილი. მაგრამ შეცოდებამ შექმნა სამყაროში ის მოვლენა, როდესაც ადამიანმა პირველი რჩევა დაარღვია, მოდი ესე რომ ვთქვათ, ანუ მარხვა დაარღვია, ან მისმა სხეულმა მიიღო ის, რაც წინასთან განზრახულობით იცოდა, რომ ეს მის სხეულს დააზიანებდა, ანუ სიკვდილით მოკვდებოდა. რა დაემართა ეხლა ამ დროს, მოდი ესე რომ ვთქვათ, ადამიანის სხეულს. ადამიანის სულმა, ადამიანის სხეულში თითქოს რაღაც ცვლილება განიცადა. ანუ ესე რომ ვთქვათ, სიკვდილით მოკვდები, ანუ მოკვდები არ ნიშნავს, რომ საერთოდ გაქრება, ანუ ბრჭყალებში ესე რომ ვთქვათ, გარდაიცვალა, ანუ ცვლილება ადამიანის სულმა სხეულს მოაკლო ის ყველაზე მთავარი რაც მაქონდა ცხოველმწყობელობა, ანუ მარადიული სიცოცხლე, ანუ სული უკვდავია, როგორც ანგელოზების, ასევე ადამიანის სული უკვდავია, ამავდროულად ადამიანის სხეული იმთავითვე უკვე გახდა უკვდავი, როდესაც მას უფალმა მიწი სუნთქვა შთაბერა. მაგრამ ეს უკდავმყოფობა ადამიანის სხეულს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ სული. თუ სული არ აქვს, რა თქმა უნდა, უკვე სხეული ხსნადია. ანუ ცოდვა გახდა მიზეზი ადამიანში სიბერისა, რასაც მოყვება აღსრულება სხეულისა და მერე მისი ხსნილება. გამომდინარე აქედან, ერთადერთი რის საშუალებას მიეცა ადამიანს ამ მდგომარეობის აღდგენისა, ეს არის სინანული. და სანამ ამ მდგომარეობამდე ადამი განიდევნებოდა 60-დან, კიდევ მიეცა მრავალმოწყალე უფლისაგან შანსი, საშუალება იმისა, რომ მოწოდება ადამს სადახარ. ეს არის რომ კიდევ ერთხელ ველოდები შენგან იმ სინანულს, რომ რა თქმა უნდა, რომ მე შევწოდე უფალო, მე ეს რა დამემართა, მე ეს არ უნდა ჩამედინა. ადამიანმა კი იცოდა რა იყო დანაშაული, მაგრამ მას ის არ გამოუცდია, ანუ აროს არ ჩაუდენია. ამიტომ ის ხე შეცნობისა, სიკეთისა და ბოროტისა მან ესე რომ ვთქვათ, ჯერ ურჩობით მიიღო, მერე ბოროტის დაჯერებით და მერე შეიძლება უდროოდ. შესაძლებელია რომ რაღაც დრო დამდგარიყო, კი არ შეეცოდა, არამედ იმ სულიერ სიმაღლეზე ასულიყო, რომ ცოდვა აღარ მოუნდებოდა, როგორც დღევანდელ დღეს პირობითად ანგელოზებს, ანუ საფრთხო წიაღში მყოფ ანგელოზებს აქვს, ანუ უცოდელობა აქვს, უკვე მათი შეცოდება გამორიცხულია. როგორც დედამიწაზე ადამიანები იმ სულიერ სიმაღლეს რო აღწევენ, მას ნება უკვე ებრძვის, მაგრამ ვერაფერს ვერ აკლებს. ანუ სულიერ მდგომარეობას როცა ესე აღწევს, მისი სხეულის ღვაწლით. გამომდინარე აქედან პირველი როგორც იოანე ნათლმცემელი მოგვიწოდებს რომ შეინანით. ანუ სინანული არის პირველი საშუალება ღმერთთან მიახლოებისა, ისევ აღდგენის იმ მდგომარეობისა და მეორე აუცილებლად მადლიერება. რომ ჩვენ უმადურობით დაიკარგა 60-ხე და უნანელობით განდევნილი იქნა ადამიანი 60-დან. ასე რომ აი სულს აქვს ეს მეორე მხარე, მისი მეორე ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, შემადგენელი განყოფილი, მაგრამ განუყოფელი, განყოფილი იმიტომ რომ ცალკე შეიძლება ვისაუბრო სამშვენელზე, ცალკე სულზე, მაგრამ აინც მთლიანობაში ერთად მოიაზრება, როგორც ადამიანის სხეული. ადამიანის სხეული ორი ძირითადი თვისებისგან შედგება, ანუ ერთი არის ძვალი, ესე რომ ვთქვათ, ხერხემალი, მეჯბარზაღი, კოჭი სტრუქტურა და მეორე არის ქსოვილი, ანუ კუნთი. და რომ არა ძვალი, მაგში კუნთს ეს მდგრადობა და ფორმა ვერ ექნებოდა. და რომ არა კუნთი, ძვალი უმოქმედო იქნებოდა, ანუ ის სიძარღვების მოძრაობა და ასე შემდგომ სხეულის ორგანოები იქნებოდა უფუნქციოდ. გამომდინარე აქედან მაინც ხო ერთი ადამიანის სხეული, მაგრამ შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. ასე შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ და შევეხოთ სულსა და სამშვენელს. შემდგომ ამისა მოდის ცოდვები, აი სანამ მარხვას, აი რისთვის არის ეს მარხვა, რომ მოვიდეთ. ცოდვები არის როგორც სხეულისა, ასევე არის ცოდვები სულისა. და ეს საწყისი ეტაპი იწყება სამშვენელით. პირობითად რა არის ახლა ხორციელი ცოდვა? ხორციელი ცოდვა არის, ოდესაც ადამიანს შეუძლია არჩევანი გააკეთოს და ეურჩება საფრთხო ნებას, რწმენას, სწავლებას. აი პირობითად მარხვის პერიოდში მე თუ შემიძლია დღეს, სამარხო დღეს, მარხვის დღეს, ესე რომ ვთქვათ, ჩემს სხეულს რომ მჭირდება საკვები და მივიღო არასამარხო საკვები, იმისათვის რომ მე ჩემ თავშიც გამოვიმუშაო მორჩილება და დავიწყო ჩემი სხეულის მართვა, შესაძლებელია არჩევანი გავაკეთო არასამარხო პროდუქტზე.
მაგრამ თუ მე ამას არ გავაკეთებ, მე უკვე ხორციელავს ვწოდავ. ანუ შემეძლო შედეგი მიმეღო, ანუ მშიერი არ დავრჩენილიყავი, საზრდელი მიმეღო, მაგრამ არჩევანი გავაკეთე იმაზე, რაც ჩემი რწმენით არ შეიძლებოდა. მეორე არის, ოდესაც დაშვებული არისო. ხო, ანუ ჩემი სარწმუნოებიდან და ჩემი ხედვიდან, ჩემი ცხოვრების არჩევანიდან, ეხლა მე მარხვაში მოვიაზრებ, ვინც ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს, ხო? ხო, ეს შესაძლებელი არ მიგიღო, რადგანაც პირობითად ავიღოთ 4 შაბათი დღე სამყაროში მაცხოვრის გაცემის დღეს ჩვენ, ესე რომ ვთქვა, აღნიშნავთ მარხვით სინანულით და პარასკევი დღეა მისი ჯვარცმის დღე. ამიტომ 4 შაბათი და პარასკევი ძირითადად მართლმადებელი ქრისტიანი, ესე რომ ვთქვა, თავს იკავებს ამის გამო. ხინისგან, მოდი ესე რომ ვთქვა, ზედმეტილ ხინისგან, განსაკუთრებით თან მამა უკაცრავად რა მინდა ჩაგეკითხოთ აქ რომ ანუ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ დამნაშავე როგორც ჩვენც გამცემები და ამ პოზიციაში მყოფები მაგიტომ არის ხო დაშვება აი მაგიტომ არ ხულობ რომ მეც ის გამცემი ვარ რომ იუდა ვარ სიტყვაზე და მეც ის ჩამბარებელი აი ეგ რა არის გათვალისწინებული 4 შაბათ და პარასკევი ჩემ მარხვაში კეთილი თუ უბრალოდ მარტო დღე არის აღებული ეს საშინელება მოხდა იმიტომ ჩვენ ნახეთ ჩვენ არ გვაქვს მამაო გათავისებული შეიძლება ვიღაცაზე ვთქვათ მოღალატია ვიღაც იუდა რაღაცა მაგრამ ის შენც რო ხარ ეგს არ გვაქვს გათავისწინებული და ეს მინდა რომ კითხოთ და ეს მინდა რომ ავხსნათ მამაო თუ შეიძლება იმიტომ ვიღაცას გონია რომ მარტო ღმერთი ჯვარს მარტო იუდამაცვა და გაყიდა იუდამს სიტყვაზე ხო ხდებით და აი აქ უნდა იყოს გათვალისწინებული რომ აი მეც ნანოფ იმასო დღეს შენ ჯვარზე მეც გაგაკარი ჩემი ცოდვებით არის ეს მომენტი მამაო პარასკევს სიტყვაზე რა თქმა უნდა და უპირობოდ პირობითად ეხა თუ იმენს გონია რომ რა თქმა უნდა ეხა ძალიან რთულად არის ადამიანის დამოკიდებულება საკუთარ თავთან რომ აი მე იუდას როგორ უნდა ვემსგავს და თუ ამაში მოიაზრებს ის რომ იუდა მაცხოვარი გასცა მაშინ პეტრეს გინდა ემსგავსო რომელმაც სამგზის გასცა ხო აქ დაყუნდება ადამიანის აზროვნება მაგრამ თუ ორივეს შედეგს აღმოიკითხავს ხო პეტრეს სინანული ურჩევნია მაშინ მოდი მე ისევ პეტრე მინდა ვიყო და რა შეეხება მაცხოვრის ცხოვრებას მაცხოვართან ერთად დიდ ნების კვირეულს თუ არ გახვალ აღდგომას ვერ იზეიმებ მასთან ერთად თუ იმ ტანჯვის ჯვარცმის დევნის შეურაცხყოფის ხაზს ვერ გაივლი ცხოვრებისეულად თავისივე დათმენით აღდგომა შენთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ დღესასწაული და ეს როგორ ხდება ხო შეკითხვა ისმის მამები ამბობენ გონებით შედი გულში როცა ადამიანი თავის გონები თავის გულში შევა თუნდაც ამხსარებელი არ იყოს მაზიარებელი არ იყოს შეუძლია ჩამოწეროს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და როდესაც მის უარყოფით მხარეებს ჩამოსწერს მერე მიხვდება ის რომ შეიძლება იუდაზე უფრო მძიმე დამოკიდებულება ქონია მას უფალთან და ვინ არის უფალი სამართალი თანადგომა სათნოება სიყვარული და როცა ადამიანი შეიძლება დღეს ეკლესიურად არ ცხოვრობს კიდე ხას უსვავ მაგრამ უსამართლოდ იქცევა პირობითად თანადგომას არ გამოხატავს მოყვას ის მიმართ განიკითხავს შურს ხპარავს ართმევს ჩაგრავს ეს ყველაფერი ღმერთთან მიმართებაში ხდება მაშინ მინიმუმ საკუთარ სინდისთან მიმართებაში ასე რომ თითოეული ადამიანი თითოეული ჩვენი ცოდვა ღმერთს გვაშორებს დროსიფცეში უფალს ვერ დაშორდები მდგომარეობით შორდები უფალს და თუ უფალი შენთვის ღირებულია მაშინ მასთან ახლოს უნდა იყო და თუ შენი ნებით და გონებით ცილდები მას და ჯიუტადაც შეიძლება ერთხელ დაეცი მაგრამ რომ ადექი იმ დაცემისგან მოგაიგე მტკიცეთ უნდა ედგე სარწმუნოებაზე და რომ ისევ არ დაეცი და არა ის რომ მე დავეცი და მოდი ესე მდგომარეობაში დიდხანს ვიყევი და მე რა მოხდა რა თქმა უნდა თავიდან აცმევენო მამები ამბობენ ესეთი ადამიანი უფალ ჯვარს ანუ მე დროსიფცეში იქ არ დავბადებულ ვარ და ეს არ ნიშნავს რომ მე მაცხოვრის ჯვარცმაში მონაწილეობას მივიღებდი მაგრამ აქ დაიბადე აქ და აქ აბა როგორ იცავ შენ სარწმუნოებას როგორ ხარ უფლის მეომარი და მხედარი ან მინიმუმ რასაკეთებ იმისათვის რომ დაიცვა ეს სარწმუნოება რომელიც შენამდე სიცოცხლის ბრძოლის, ომის, დევნის შედეგად ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა თაობამ და საუკუნეების განმავლობაში ჩვენმა ერმა აქამდე ესე რომ ვთქვათ მოგვიტანა. ასე რომ აუცილებლად უკვე დაიწყება ეფრემასურის ლოცვები და როგორ ამბობს წმინდა მაბა
ჩემი საკუთარი ცოდვების განცდა მომანიჭე უფალო და დამაბრმავე კიდე რომ ჩავშალოთ ის და არა განკითხვა ძმისა ჩემისა როდის განიკითხავ როცა ხედავ და ამ დროს გინდა შენ ის მხედველი სიბრმავე რომ სხვისი ცოდვები არ დაინახო და ვერ დაინახავ სხვის ცოდვებს როდესაც მუდმივად მუშაობ იმაზე რომ საკუთარი ცოდვების ძიებაში ხარ არც კი ქცალია და თუ იმ სულიერებაში ხარ როდესაც საკუთარ ცოდვებს ეძებ ყოველთვის და მის განკურნებისთვის ზრუნავ ამ შემთხვევაში თუ პარალელურად ხვის ოდესაც ხედავ უკვე ის გეცოდება და გებრალება რატომ შენი თავი გებრალება და გეცოდება მეც ესე ვარ ის თუ ეწევა მე ვსვავ თან სოლიდარულიც ხარ რა თქმა უნდა აბა როგორ უნდა იყო პავლე მოციქული ხო ამას ბრძანებს ურთიერთ სიმძიმე იტვირთე და ესე აღასრულე ჯულიგი ქრისტესი შენი სიმძიმის თვითონ თუ არ გინდა შენ ამ ჯვარს რომელიც ამ ცოდვისკენ მიდრელი ხარ და ამას არ კურნავ სხვის სიმძიმეს ნამდვილად ვერ იტვირთებ არ შეგეცოდება არ შეგებრალება მართალი ბრძანა აი ეს მდგომარეობა არის ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ვებრძოლოთ იმ საწყის ცოდვებს როგორც მამები ამბობენ როგორც ლერწამი პატარა ბალახი მარტივად ამოიღება მიწიდან და თუ გახებდა იმას მე ვერ ამოიღებ ესე არის ცოდვები რომ ადამიანის სამშვენელის მიერ ცოდვები მიიდრიკება რომელიღაც ცოდვებისკენ აღიზრება მე სხეული უკვე ესე რომ ვთქვათ ჩვევაში გადააქცევს მას უკვე მიდრეკილია მისკენ და სხეულებრივი ცოდვა გადადის უკვე სულიერ ცოდვაში მაშინ როცა ადამიანი უკვე დამოკიდებულია ამაზე და მის გარეშე არ შეუძლია აი ეს არის უკვე ცოდვის უმაღლესი საფეხური სულიერი ცოდვა რასაც ქვია ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ხორციელი ცოდვების საფეხურზე მოვსპოთ ისინი აი პირობითად მე როდესაც დღეს მოშიებული ვარ ჩემს ხეულმა მიიღო იმდენი საკვები რომ მას მეტი აღარ უნდა ანუ აღარ მშია მაგრამ სამშვენებელ შეუძლია აღძრას ხეული რომ კიდე მიირთვი იმიტომ რომ ახალი საკვები მოვიდა მოდი ესიც გაშინჯე და მე უკვე დანაკლებული ვარ მაგრამ უკვე ნაყროვანებაში რომ არ გადავარდე ეგრეთ წოდებულ მაზღრობაში თავი უნდა შევიკავო მისგან და თუ მე თავს არ ვიკავებ უკვე ჩემს ხეულსაც კი არ უფრთხილდები და ვაზიანებ და წმინდა წერილი გვეუბნება რომ გახსოვდეს წაზარი ღვთისახარ ნუ მინიმუმ აქ მაინც უნდა შეიკავო საკვებისგან თავი რომ მე ისწავლო სხვა უმძიმესი ცოდვებისგან თავში კავება რომ მე სულიერ ცოდვად არ გექცეს და დამოკიდებული არ იყო მაგაზე რომ გათენებისთანავე არ ფიქრობდე სად დავლიოთ რა მოვწიოთ თრობის ქვეშ როგორ ვიყოთ და ან ვის მოპაროთ ვის წავართოთ და ასე შემდგომ მე იქ ძალიან რთულია დახსევა იქ მხოლოდ უფალს და ანგელოზებს თუ შეუძლია ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ხო ცოდის საფეხურებზე და ეს სამი ეტაპია პირველი 4 ადამიანი გიშველის მეორე 4 ანგელოზმა უნდა გიშველოს და შეგეწიოს და მე უკვე უფალს თუ შეუძლია მხოლოდ მარტო შენი შველა გამომდინარე აქედან ჩვენ ამ ცოდებთან საწინააღმდეგოდ გვაქვს სწავლება პირველი სწავლება ძველ აღთქმაში გვაქვს 10 მცნება ეს უმთავრესი მცნება იმ მცნებებიდან რომელიც მოსეს მიცა უფალმა 613 მცნება და რატო იყო ეს საჭირო ანუ ადამიანი როგორც კი მეტნაკლებად საზოგადოების უმრავლესობა უფლისგან მოტრიალდა წავიდა ცოდვაში ვინც სიმართლე ჭეშმარიტებას ატოვებს რა თქმა უნდა ცოდვისკენ მიდის ეხლა მანათობელი შუქისკენ საპირისპირო მიმართულებით რო იარო ნელ-ნელა დაბნელდება იმიტომ კი არა რომ იქ არის სიბნელი არამედ რომ ეს შუქი იქამდე ვერ აღწევს სადაც შენ მიდიხარ ამიტომ თუ გინდა რომ ნათელში იყო და ეს გეხმარებოდეს თუნდაც კითხვაში სინათლის ირგვლივ უნდა იტრიალო და იბრუნო გამომდინარე აქედან ეს 10 მცნება არის საშუალება იმისა რომ ხორციელი ცოდვები მტკიცედ გქონდეს იმ 613 ცნებიდან 250-მდე 258 მცნება ადამიანზე იყო პირობითად დაშვება რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და ეს წერია მოსეს კანონში რომ ეს შეიძლება დანარჩენი ეს ამას რაც დარჩა დანარჩენი არის რომ რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა ანუ რა არ უნდა გააკეთოს ეს არის აკრძალვა და აკრძალვა არის სხეულისა და სამშვენელისა და თუ სხეულს და სამშვენელს აუგრძალა იმას რაც მისთვის არ შეიძლება ავტომატურად სულისთვის უკვე აკრძალული ხდება ეს ანუ სულთან შეხება მას არ აქვს ეს 10 მცნება არის ძველი აღთქმისეული ხორციელისა და სამშვენელის ესე რომ ვთქვათ საშუალებები როგორ ებრძოლოს ცოდვას რაც შეეხება სულის უმთავრესი საშუალება არის 9 მცნება
ახალი აღთქმიდან. ანუ ჩვენ 9 ნეტარებად წოდებული, რადგანაც ეს ნეტარებებით იწყება, ნეტარი იყო. ეს ყველაფერი ეხება სულს. და თუ ადამიანი 9 ნეტარების სამებრ ცხოვრობს, ის უკვე ჩათვალე, რომ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სულის საწინააღმდეგო ცოდვებს ებრძვის. და ეს 10 მცნება და 9 ნეტება ორივე ერთად გვჭირდება როგორც მინიმუმ, რომ ჩვენ დავამარცხოთ როგორც სამშვინველის სხეულის, ასევე სულის საწინააღმდეგო მოვლენილი, ესე რომ ვთქვათ, ცოდვები. ეს არის ძალიან მოკლედ მიმოხილვა იმისა, რომ ადამიანი მოკლედ და საინტერესო. სულისა და სხეულისაგან შედგება და ეხლა მივადექით ამ მდგომარეობას, რასაც ქვია მარხვა. და მამები ამბობენ ძალიან მოკლედ და ლამაზად, მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა. ანუ თურმე სულსაც საზრდელი ნდომებია. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სული არამატერიალური საშუალებაა, სხეული მატერიალურია, რადგანაც მატერიალურია სხეული, მას მატერიალური რამე სჭირდება. და არამატერიალურს არამატერიალური. სხეულს სჭირდება საკვები, სჭირდება ჟანგბადი, ის უნდღოს გამოიგებოს წყალი და ასე შემდგომ. და თუ სული არამატერიალურია, რომელ საკვებზე აქვს საუბარი? ან ჩემი სხეულით როგორ შეიძლება გამოვკვებოს სული? აი ნახეთ მამები რას ამბობენ? ის რასაც ჩვენ სხეულს არ მივცემთ, რომლითაც დაზიანდება სული, აი ეს არის სწორედ სულის საზრდელი. ანუ, როცა ჩემი სხეული მხოლოდ ამხშენებლობით არის დაკავებული სიკეთით, სათნოებებით და ასე შემდგომ, ანუ ქრისტიანული ცხოვრების წესით, ამით ისაზრდოება სული. აქ წერია, რომ მარხვა ნიშნავს რაღაცის მოკლებას და თუ აქ მე სხეულს ვაკლებ, ის როგორ იკვებება იქ? აი სწორედ, როდესაც მე სხეულს ვაკლებ, აი დავიხმარებ ზეთიცხების მცირე ლოცვები რო არის არახედვად ბოროტისა, არათქმად ბოროტისა, არაგულისხმისყოფად ბოროტისა. ანუ თუ ჩემ თვალს მოვარიდებ იმ უმსგავსო საქციელის ყურებას, ანუ ხო მოვაკელი, მაგრამ ეს მოკლება ჩემი სხეულისთვის კარგია და ამავდროულად ჩემი სულისათვის არის უკვე საზრდელი. იკვებება ჩემი სული. და ასე შემდგომ, თუ ჩემ ბაგეს შეუძლია ჩამოაყალიბოს ხვისი ცხოვრება, რომელიც არ არის საჭირო სხვა მიცოდეს, ანუ შემიძლია ვისაუბრო, რომ ეს ასეთი და ჩამოვაყალიბო, მაგრამ ეს უკვე განკითხვა და არა თანადგომა. ამიტომ მე თუ ეს ვიცი ინფორმაცია, მაგრამ არ განვიკითხავ, ამით ჩემი სული იკვებება. ნუ მეტნაკლებად გავიგეთ, სული როგორ იკვებება. ეხლა სული როგორ სუნთქავს? აქ ხო სხეული იკვებება და სხეული სუნთქავს. მამები ამბობენ, წმინდა მამები, რომ ლოცვა სული სუნთქვა. და უმთავრესი ლოცვა არის კეთილი საქმე. რამე თუ ის ლოცვა, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ, ტექსტობრივია, ეს დროსიბცეში, როდესაც დამწერლობა შემოვიდა, მაშინ ჩამოყალიბდა და ფორმირულება მაშინ მიეცა. მაგრამ რა ხდებოდა მანამდე? ადამიანები არ ლოცულობდნენ, უმთავრესი ლოცვა არის კეთილი საქმე, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ ამას. ანუ როცა ადამიანი კეთილ საქმეს აღასრულებს, ის ლოცულობს. და შემდგომ ამისა ლოცვით ფორმულებას რო უმატებს, დილის ლოცვები, საღამოს ლოცვები, სალმუნები და ასე შემდგომ. ამის განსამტკიცებლად მოვიხმობ ესეთ რამეს. ადამიანი არის წოლიერი მდგომარეობაში. ან ადამიანი არის პირობითად ბრმა. უსინათლო. ან ადამიანი არის საპყრობილეში, ან ტყვეობაში. მაგრამ, ნახეთ, მოისმინა უსინათლო ვიღაცის შესახებ და დამწუხრდა. ღმერთმა უშველოს. ანუ ვერ წაიკითხა ლოცვები, მაგრამ თავისი სურვილი კეთილი საქმე გამოხატა ამ ადამიანის მიმართ. მეორე, ადამიანი არის მწოლიარე მდგომარეობაში, არ შეუძლია ადგეს წაიკითხოს და ტაძარში წავიდეს, წირვაზე დაესწრო და ასე შემდგომ. მაგრამ მას უამრავი კეთილი სურვილი ამოძრავებს. თუნდაც ვიღაცას მოკითხვა დააბაროს, ან ანუგეშოს. ადამიანი არის საპყრობილეში. შესაძლებელია მას ტექსტობრივი წიგნი საერთოდ არ ქონდეს, ან საერთოდ არც კი იცოდეს, საით არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, რომ მაინც და მაინც იმ მხარეს მიბრუნდეს. მაგრამ მის გონებაში და მის გულში ყოველთვის არის ხსოვნა ღვთისა, სიწმინდისა, სიმართლისა, სინდისის ხმასთან ერთად მეგობრობს და ეს ადამიანი იქ ლოცულობს. და აქ ის სურვილები პირველი ნანობს მის აქციელს და მეორე, როგორც კი ამას სინანულით მოიხდის ამ საჯელს, ერთი სული აქ გამოსასყიდს კიდევ ერთხელ ბრჭყალებში ღვთის წინაშე თავისი სიკეთეებით როგორ აღასრულებს. ამიტომ არის რომ ეს სულის საკვები და სულის სუნთქვა არის ლოცვა. ეს ორივე ჭირდება ადამიანს. და ეს კვებითი მარხვა, რომელიც იერარქიულად საფეხურებრივ ძალიან დაბლა ვიდრე სულიერ მარხვაზეა საუბარი, ეს არის მინიმუმ საშუალება იმისა, რომ ადამიანს
კვებითი ღირებულება არ მოაგდეს, მაგრამ თავშეკავება გამოუმუშავდეს და ისწავლოს, რომ მართოს მინიმუმ მისი ესე რომ ვთქვათ, გემოთმოყარეობის შეგრძნებები. მადლობა მამაო, რაღაცა უნდა გაგეკითხო ეხლა რა. იმიტომ დრო გადის, ხოთა შორის მამაო, ძალიან ცოტა დრო დარჩა, 9:30 საათია საუბრო. 20 წუთი კიდევ გადავანაწილე. ხო და მინდა რომ კითხვები დაგისვათ, ლექციის სახე არ მიიღოს და. ძალიან. ხო და აი თუ შეიძლება მამაო, სინდისი ახსენეთ თქვენ და ეს სინდისი არის ღვთისხმა, ვიცით, მაგრამ ეს ღვთისხმა როგორ უნდა აწიოს ადამიანმა თავისში, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აი ეს პრობლემა აქვს, რომ აი ეს ღვთისხმა არ ესმის და ძირთად ბოროტის არგებლობს ხოლმე და ბოროტის ხმას უფრო მიყვება ვიდრე ღვთისხმას და თა როგორ გაარჩიოს მამო, იმიტომ რომ ხშირად ბოროტი გვატყუებს ხოლმე რომ სიტყვაზე შენ შეიძლება გეგონოს რომ ღვთისხმა და რაღაცას აკეთებ კარგს, მაგრამ ღმერთმა გითხრას რომ ეს შენ ცოდვა ჩაგიდენია. ხო, ეს მომენტი როგორ უნდა გავარჩიოთ მამო, თეთრი შავისაგან, იმიტომ რომ ხმა ძალიან ბევრი ესმის ადამიანს და რომელიც თვითონ ჭირდება ძირითადად იმას იგებს და ეს ღვთისხმა არ იყოს უფრო ვინაიდან დამახინჯებული არის ადამიანი თავის ცოდვებიდან და ამ ყველაფერიდან გამომდინარე ნებებიდან და იმიდან გამომდინარე აი ამ ხმებს იყენებს და აწერს მერე ღმერთს ამ დროს შეიძლება ბოროტისგან იყოს და ძალიან სავალო მდგომარეობაში ჩავარდეს ადამიანი როგორ უნდა გავარჩიოთ მამო ღვთისხმა და ბოროტის ხმა ხო ადამიანს ხო ბევრი ხმები ესმის ხო შეიძლება აი სიტყვაზე ღვთისხმა გეგონოს როცა გეუბნება რომ თავი მოიკალიო რომ აუ მე რა უსინდისო ვარ სიტყვაზე ხო ხდები აი ძალიან ცუდი ადამიანიო რაღაცა მართლა ლოგიკურად დასაწყისი სტარტი კაი აქვს რომ ფიქრობ რომ აი ხო ცუდი ადამიანი ვარ ცოდვილი ვარ ეს გავაკეთე რაღაცა მაგრამ ნახეთ მე აი თითქოს ხო კარგით მოდის ბოროტი და მე ბოლოს შეიძლება თავი მოაკლევინოს წარმოიდგინეთ მამაო და ამ დროს ის არის, შეიძლება მეგობარს დაიხმარო და ვიღაცა მოკლა მაგალითად. აი ხო ეხმარებ მეგობარს, აი კაი სტარტი კაია, თითქოს ღვთიურია, რომ აი მეგობრის დახმარება და მის გამო კიდე შეიძლება სავალო მდგომარეობაში ჩავარდე. ან შვილს დაიხმარო და რაღაცა უარესი გააკეთო, იმიტომ რომ ვიღაცის შვილს დაუშავო, ან ვიღაცას დაუშავო. ამ შემთხვევაში აი ეს როგორ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი შინაგანი ხმა ღვთისგან რო იყოს, ვის ვევედროთ რა ვთქვათ და როგორ უნდა გავსწორდეთ ამ სწორებაზე, მამო, იმიტომ რომ კი შეიძლება მოძღვარმა გირჩიოს, მაგრამ სადღაც შეიძლება არ იყოს ის მოძღვარი და შენ დაიბნე უბრალოდ და ბოროტის ხმა გეგონოს ღვთისხმა რამდენი შეუცდენია, ხო? ბოროტს და მერე უთქვამს, რომ ეს ღვთისგან რო გეგონა, აი მე ვიყავი, ხო? თუ შეიძლება, მამო, აი ამასთან დაკავშირებით. კეთილი. მოკლედ გიორგი, როდესაც ადამიანს საღი ცნობიერება და საღი აზროვნება ნებისმიერ ადამიანმა ამ სამყაროში, როგორც კი იუდამაც იცოდა, რომ მან ცოდვა ჩაიდინა და ის 30 ვერცხლი მიუბრუნდა და თქვა, რომ მე ვცოდე, რომ მართალი კაცის სისხლი მოგეცით, მაგრამ ამ სინანულში ვერ გაიზარდა. თქვენ ვძანეთ, რომ ნებისმიერ ადამიანს ღვთის ხმა ესმის სინდისის მეშვეობით. ნამდვილად არ არსებობს სამყაროში ადამიანი, ვისაც სინდისი არ ესაუბრებოდეს. სინდისი არ ამხელდეს, სინდისი მას მეგობრობას არ სთავაზობდეს, მაგრამ სწორედ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ადამიანის თავისუფალი ნება გამოვლინდება მის არჩევანში, როდესაც ის სინდის უარს ეუბნება მეგობრობაზე. და ესეთი ადამიანი, ნახეთ, როდესაც ადამიანი რაღაცას ჩაზდის, ანაკეთებს, მისი სხეული და სული ერთნაირად უნდა ხარობდეს. და როდესაც ადამიანი ჭყალებში უსინდისოდ იქცევა, ანუ სინდისის გარეშე, სიმართლის გარეშე, ჭეშმარიტების გარეშე, ის იღებს მხოლოდ ხორციელ ნეტარებას. მაგალითად, ისიამოვნა, წაართვა, მოკლა, მოიპარა, დაჩაგრა და ასე შემდგომ. მაგრამ სული სიღრმეში მისი სული სიამოვნებას ვერ იღებს. ეს არის პირენი მანიშნებელი იმისა, რომ შე რაღაცა სრულყოფილებად ვერ აღასრულე. ესე იგი, ეს არ არის ხმა ღვთისა სულში. და მეორე, როდესაც აი თვითმკვლობამდე როდის მიდის ადამიანი, როდესაც იმ მე-12 საფეხურზე, ცოდვის საფეხურზე ავა და უკვე თვითონ გადაიწურავს იმედს, რომ ამ ქვეყნად ღმერთის კი ვერ მიშველის. და მას უნდა დაუპირისპიროს ის სიტყვები, რომელთაც უფალი ამბობს. არა არის ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. და მეორე, ყველას მოგვიწოდებს უფალი, მოვედი ჩემ და ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე დახპოვოთ განსვენებაში სულთა თქვენთან. ნახეთ რას ამბობს, სულის განსვენებას იპოვიო ჯერ. და მეორე სხეულებრივზე ამბობს და ის უღელიო და ტვირთი რომელიც თქვენ ჩემსგან მოცემული ატარეთო, მე თუ დამიხმარიებთო მის ტვირთვაშიო, უღელი ჩემი ტკბილი იქნება და ტვირთი ჩემი მსუბუქი იქნებაო. ეხლა ზოგადად უღელი სიმძიმესთან მოიაზრება, მაგრამ და სიმწარესთან, მაგრამ უფლით იქნება ეს ტკბილი. ეს ჩვენ საცხოვნებლად, ჩვენს უკეთესობისთვის, როგორც პირობითად
ადამიანი როცა უძრურებაშია, ეხლა მისთვის კიდე წამალი, კიდე ნემსი, კიდე გადასხმები, კიდე და ასე შემდგომ, უფრო შეიძლება ცოტათი დამამძიმებელი იყოს, მაგრამ ეს დამამძიმებელი მდგომარეობა მისთვის იქნება განსაკურნებადი. ასევე ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება მამათა სწავლებებს, რომ სად იწყება ეს ბოროტისაგან შემოტევა. შური პირველი კვლელობა საიდან მოდის სამყაროში, ხო? კაინისა და აბელის დამოკიდებულება. აი თავში ვახსენე, ხო, ადამსა და ხარ, იქვე იყო კაინსა და ხარ. აი წარმოვიდგინეთ, კაცის მკვლელობა ჩაიდინა პიროვნებამ და უფალი პირდაპირ სასჯელით კი არ მოვიდა. თან 64-ის გარეთ. ისევ კაინს სად არის შენი ძმა? რომ ბოლომდე უნდა ადამიანს მიცეს იმის საშუალება, რომ თავის სამართალი ადამიანმა თვითონ გამოუტანოს საკუთარ თავს, რომ ეს მან დაიმსახურა. და იმ სამართლის შემდგომაც მოწყალია უფალი. ამიტომ დახპირდა ის კაცობრიობას ადამიანს, რომ აუცილებლად განსხვავებოდა ქრისტე. ასე რომ ხმა ღვთისა სულში მარტო არ უნდა გვესმოდეს. ჩვენ უნდა უთხრათ მას, რომ შეგვაწუხოს, გვაიძულოს, რომ ყველგან ეს გვესმოდეს, იმდენად რომ სხვა მეტი არაფერი არ გვესმოდეს. ეს არის ჭეშმარიტი აზროვნება. რით ლოცვით ალბათ, ხო და ძალიან ბევრი აი სხვა კონტაქტით კიდე რით შეიძლება, რომ ის ღმერთი რო გელაპარაკოს. სხეულის იძულებით სიკეთისათვის. სასუფეველიცა და იძულებით, რომანი იძულოს სულისთვის იგი ცხონდეს. შენი სხეული უნდა აიძულო, რომ სიკეთის კეთებას მიეჩვიო. მინიმუმ ჯერ ვიღაცა მოიკითხო. მერე ვიღაცის ამბავს რომ გაიგებ ღმერთმა უშველოს, ესე მაინც რო თქვა. გულთან რომ მიიტანო, ეტაპობრივად ჯერ თუ გულთან ვერ მიიტან, სიტყვის მაინც უნდა თქვა. და სიტყვას თუ მიაჩვევ შენ ბაგეს აი ამ დარდის გამოხატვას, მერე გულის გათფება. ერთ-ერთი მამის სწავლებაში როა მოწყალება გაეცი ხელით, თუნდაც იყოს ეს ზალდატანებით და თქვენი ხელი რომ მიეჩვევა სიკეთის კეთებას, მერე მთელ სხეულს აიძულებს და მთელი სხეული გულამდე მივა. გული მერე გონებას გაახსენებს. ხო ადამიანიც ხო ესია, ჩვენ ხო თქვით აი სხეულისთვისება როგორ არის, ადამიანი აქვს გონება, გრძნობა და ნება. ხო გონება ეხა ტვინით ვიაზრებ, გრძნობა ჩვენ გულშია და ნება მთელ ჩვენ სხეულში. ასე რომ როცა სრული აღიზრება, სრულის არა აქვს ორგანო, მთელი სხეული აღიზრება. ასე რომ ჩვენი გული როგორც კი, ჩვენი სხეული როგორც კი მიეჩვევა სიკეთეების კეთებას, უკვე გული გათფება და გული როდესაც აღიზრება თელ სხეულში არის სრული, ადექი, წადი, დაურეკე, გაეცი, შეუფუთე, გაუგზავნე და ასე შემდგომ. და თავდადებას სწავლობ, მე მამო მოყვასისად, მე რაც თავდადებასაც, თანადგომასაც, სიბრალულსაც. ხო, აი სხვათა შორის ხო ევანგელი დეფიციტი არის, აი ეგ სამი რაღაცა რაც თქვით, ხო, არც თანადგომა არის, არც ანუ ყველაში არ არის, რა თქმა უნდა, არის იშვიათი გამონაკლისი და ისეთი თანადგომა იციან საქართველოში, იმის იქით რო არ არის და მაგრამ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აი მართლა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც კარგად არის, თქვენი თანადგომით არის. მართლა და დიდი მადლობა. ჯერ მარტო იმიგრანტებს რა გითხრათ, რომ ყველაფერი გადადეთ იმისათვის, რომ თქვენი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ და ბევრ ადამიანს კიდე რაღაცა ეხმარები, დიდი მადლობა. ქართველსაც შეუძლია ეგ არის, მაგრამ ბოროტი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩავიკეტოთ რაღაცა ეგოისტურად, მარტო ჩვენზე ვიფიქროთ, სხვას არ დავეხმაროთ, სხვისი არ გავითავისოთ. ყოველთვის ამ ფიქრებს გაწვდის ხოლმე. იმიტომ რომ ადამიანი დღეს ეხა მე არ მახსოვდა მამო ეგ პერიოდი, რომ რაღაცა დახმარებას რო გასცემდი, გაყვებოდი. დღეს მიყვებიან, აუ მოიცარა იმას კი არ უჭირს, აუ უნდა დაეხმარო რაღაცა. აი ბოროტმა რამხელა ისა რა ქვია, ფინტების შესთავაზა ადამიანს, რომ ხელება სიკეთეს აკეთებდე და ამას გაყვე. აი როგორ უნდა მორჩეს მამო ჩვენში ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ამ თანადგომასაც კარგავ, იმასაც ბოროტი გაწვდის ხოლმე. ამდენჯერ ვიღაცას მიუცია, ვიღაცისათვის და აუ მოიცარა ამას ჩემზე მეტი აქვს და რაღაცა, ხო არის ხოლმე ეს მოსაზრებები. აი როგორ უნდა გააკეთო მამო, ეს როგორ უნდა დაუშვა ის, რომ აი ამ ფიქრებს გაექცე მამო. კეთილი. აი ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, გადავანაწილოთ დრო, ხო, მეზორისა და ფარისევლის კვირი იაგეს და უძღებიშვილი კვირი იაგეს, ამიტომ აქედან დავიწყოთ. ეს თემა ზუსტად აი თქვენ როგორ ბრძანეთ, ხო, სულიერი ილეთები ბჭყალებში, სულიერი ბჭყალებში ბოროტსაც ძალიან დახვეწილა აქვს, ეგ 64-შივე გამოჩნდა. ნახეთ, ორი ადამიანი ავიდა წაძრად ლოცვად, ესე იწყება სახარება. ანუ საზოგადოების ორი ნაწილი, ადამიანის ორი შეხედულება, აზროვნება და მიმართულება და დამოკიდებულება უფალთან. ავიდა ტაძრად. პირველი პასუხი რა კარგია, ყველა ტაძარში მივიდა, ორივე ტაძარში მივიდა და ავიდნენ ლოცვად. თუმცა მათი დანიშნულება ყოფილა უნდა ელოცათ. და რა არის ლოცვა? ლოცვის ფორმები. თხოვნითი ლოცვა, სადიდებელი ლოცვა, სავედრებელი ლოცვა და სამადლობელო ლოცვა. ეს უნდა მიიტანო ტაძარში რომ მიდიხარ.
და თუ არა და აგერ გამოჩნდება რისთვის არის მისული ეს ორი ადამიანი. პირველი მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველიო, წარდგაო წინაშე ღვთისაო და ესე ილოცვიდაო. ანუ რა იყო ფარისევლის ლოცვა? ჯერ რაღაცა თავშივე ესე ჩანს რომ თითქოს აი წინ წარდგა ნიშნავს რომ აი ამბიონთან ახლოს დგას თითქოს ვიზუალურადაც დროსისებში არა თითქოს ესე მატერიაში ახლოს არის უფალთან და იწყება ესეთი მე უფალო თითქოს ახსენებს უფალს დავიწყებული კონდეს ან უფალს არ ახსოვდეს ან არ იცოდეს მეო როგორი ვარ ანუ მის დავდებით რეგალიებს ჩამოთulis მეო ჩემი შემოსავლის მეათესო უფალს წირავო მე არა ვარო მემრუში ამბარტავანი მეძავი და ასე შემდგომ და არც ისეთიო მე უკვე აგერ მეზვერისკენ გაიშვერს ხელს თავშივე უკვე მკვდარია მისი ლოცვა ანუ რა არის მკვდარი უსულო არის მისი ლოცვა პირველი მას იმისის კი არსამს რომ ღმერთმა ყველაფერი იცის და ყველაფერი ახსოვს მეორე ის რომ რაც სოდებს არ ჩადის ეს არ არის ლოცვა ლოცვა არის თუ რამე ჩადიხარ და ნანობ და თუ რამეს არ ჩადიხარ სოდვას ეს ის არ არის ლოცვა ეს არ არის კეთილი საქმე რომ შენ ცოდვას არ ჩადიხარ კეთილი საქმე არის რომ შენ სიკეთეს რას აკეთებ მამები ხო ამბობენ რომ ცოდვა რომ არ ჩაიდინო იმიტომ კი არ ხარ ამ ქვეყნად მოვლენილი რომ ამიცხონდე არამედ მაცხოვნებელი რაღაცეები უნდა აკეთო რომ საფუძველი შენი ცხონებისა იყოს ამ სამყაროში თუ დადებით რამეს არაფერს არ გააკეთებდი მაშინ შენ შემოყვანებას ამ სამყაროში რა აზრი ქონდა და ბოლოს სხვასაც განიკითხავს აი ისეთი არა ვარო ეს არის ადამიანების ის ნაწილი სამწუხაროდ ვინც შეიძლება იამაყოს უფრო უხეშად რო ვთქვა იტრაბახოს საზოგადოებაში რომ აი მან რაღაცა ეს ტაძარი ააშენა მან ტაძარს რაღაცა შესწირა იქ ხელმოქმედებას აკეთებს ამას აკეთებს და ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ყველაფერი მეორე ხარისხოვანიო შენ სულს რას უშვებიო იქ მდიდარს როგორ ეუბნება საყარებაში მაცხოვარი თუ შენ არ გადარჩი თუ შენ არ ცხონდი და ცხონების უმთავრესი საშუალებები არ არის ეს ტაძრის მშენებლობები და შეწირულობები ყველაზე დიდი არის მსხვერპლი ღვთისაა სული შემოსული სინანული და ღვთის აღიარება აი ეს არის ყველაზე მთავარი ცხონებისათვის რომ მე ვნანობ ჩემ ცოდვებს და შემდგომ ამისა მე ავაზაკმა ეს გააკეთა არც ტაძარი აუშენებია არ შესაწირები გაუცია არც უტრაბახია ღმერთი აღიარა და თავისი შეინანა და ღირსეულად იღებდა იმ საჯელს რაც ელოდა წინ და წინ ასე რომ საზოგადოების ეს ნაწილი სამწუხაროდ იმით იქედნო თვითონ რა გააკეთა და ისეთი არ არის პირობითად დღეს ვიღაცა როგორც არის მეზვერე ეხლა რა არის მეზვერე მდგომარეობა რა თქმა უნდა ეხლა მისი საქმიანობიდან გამომდინარე ის ცოდვაშია მაგრამ მეზვერეს სული ნახეთ რას აკეთებს მისი სხეული ხო ცოდავს მისი სული რას აკეთებს რომ მე ვაღიარებ უფალო იმის ღირსიც კი არა ვარ ზევით არ იყურებოდაო იმის ღირსი კი არა ვარ რომ ზევით აიხედოს არამედო მჯიხსო მუჭსო ეგრევე გულში ისცემდაო რომ მილხინე მე ცოდულსა ამასაო ანუ ხენა ის არ არის ხა ფარისევლით კაი ცხოვრება მქონდესო ჩემი სული რომ დამშვიდებული იყოს წუხ ჩემი სულიო და მინდა რომ დამშვიდესო ჩემი სული რომ ეს ხუთი გრძნობა რომელიც ადამიანს აქვს არც ერთი არ მაგ განმართლებული ყველა ესე მოკვაკული მაქვს და მინდა რომ გული აზგერდეს გული ამუშავდეს თითქოს აი ხელოვნურ სუთხას რო უტარებ ადამიანს ისე ურტყავს ამ გულსო ეს შენთვის აზგერდეს მინდა უფალო რომ მილხინე და იმიტომ მილხინო მე ვარ ცოდვილი და დამთავრდა და წმინდა წერილში ნახეთ რა წერია განმართლებული გამოვიდა მეზვერე თუ ეს განმართლებული გამოვიდა ესე იგი ის ფარისეველი განმართლებული არ გამოვიდა მაგრამ ეხლა ნახეთ თავი და ბოლო ავიღოთ შევიდა სალოცავად მაგრამ განმართლებული არ განმოვიდა მისი ლოცვა უფალმან არ შეიწირა როგორც კაინისა და აბელის ზღვენის შესახებ ვიცით ხო რაც დღეს ხდება ჩვენ ცხოვრებაში ხო ამიტომ მე საზოგადოების ნაწილს დავაკავშირე ეხლა ჩვენ ესე უნდა გავაკეთოთ გონიერი ადამიანი როგორ მოიქცევა ფარისევლისგან აიღებს იმ ცხოვრების წესს რომ ეხმარება და ეკლესია მცირედი შეწირლობდი რის საშუალებად მას აქვს თუნდაც ის ორი ლეპტა იყოს და იცხოვროს ისე როგორც ფარისეველი ცხოვრობდა იმ ნაწილში რომ არ იყო ლოთი მრუში ავაზაკენ პარავი და ასე შემდგომ და მოუბრუნდეს ახლა მეზვერეს და ამისი აიღოს უდიდესი სინანული რაც ქონდა აი ამას რომ შეაერთებ აი არის უკვე სულიერი ცხოვრების წესი სახარებისეული ცხოვრება სადაშოის მამაო რაღაცა განსაცდელები რაღაც ისინი და კარგი არის რომ ჩვენ დავიტიოთ მე ის ყველაფერი რასაც ვაკეთებთ თორემ მე მაგრა თავზე გადის ხოლმე ადამიანი იმიტომ სულ კარგი მე რაღაცა დაცემა რო იქნება ხოლმე ხვდები რომ შენ
თავში არ აგივარდეს რა, ესეც შეგიძლია შენ და რაღაც მომენტში, აი მაგალითად, აი პირაძეც გამომიცდია და ბევრ ადამიანს უთქვამს, აი მორწმუნე პირად საუბარშიც ბევრ სასულიერო პირთანაც იმედო რომ აი რამოდენიმე ცოდვა ხო აი რაზეც უტრიალებთ ხოლმე, ხა აი კარგად ეცოდინება ალბათ ბევრი ადამიანს, ვინც ხშირად ჩადის ხოლმე ერთი და იგივე ცოდვას, ხო? აი ნახეთ, ეს ცოდვები, აი მიფიქრია ხო, ჩემზეც პირადად აი რაღაცნაირად მიფიქრე, რომ ეს ცოდვები რო არ გამაჩნდეს, ვიქნები სულთა წმინდანი. რომ თავში ამივარდება და გავფრინდები რა სადღაც საერთოდ დავიღუპები რა. აქ მეგონი მართლა ის ცოდვები რო არ გამაჩნდეს, ხა რამოდენიმე ცოდვა რაც მე ვიცი პირადად და ალბათ მოძღვრებმა და რავი ბევრს გიყვებით ხოლმე, ეს არ გამაჩნდეს, მე მართლა აი წმინდანი ვარ რა ჩათვალეთ, მაგრამ ნახეთ, რა ხდება ეს ცოდვები, ეს უმძიმესი ცოდვები, იმიტომ გაგვაჩნია ჩვენ, რომ არ აგვივარდეს თავში და მართლა წმინდანები არ გვეკონოს თავი. და არ გავაფრინოთ მე ის ხიბლი არის ყველაზე დიდი ცოდვა რაც კი შეიძლება გაგაცნო და თავარია რომ ეს შევიგნოთ რომ ჩვენ გაგვაჩნია ეს დაცემულობა ეს სიმახინჯე რომელიც აუცილებლად ღვთისმოწყალების მერე გაქრება და ეს ღვთისმოწყალება იქნება ის რომ აბა მეტი ეხა რო გარდაიცვლები რა გაქვს შესანდობი ან რატო გაცლის 40-მდე რატო გაცლის იმაზე ხო ესე იგი არ ხარ რაღაცა ინფორმაში რატო კითხულობენ შეიძლება ფსალმუნებს რატო ხდება ის პანაშვიც რატო გიხდიან ხო ესე იგი არ ხარ იმაში და ცოდვაი წინაში ჩემს არს მარადისო ხო იცი და 51 ფსალმუნი რო არის სულ არის შენ წინაში ეს ცოდვები იმიტომ რომ უნდა იყოს ესე იმიტომ რომ ღმერთმა იცის ამ ცოდვების გარშე შე რა მოგივა რომ შეიძლება გააფრინო კი ცუდია მამაო ცოდვა რო გაქვს მაგრამ ღმერთი მთელი მოცემულობიდან გამომდინარე იღებს ამ ყველაფერს მამაო აი ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს კი შეიძლება არ არის კარგი სიტყვაზე ამას რო ვაფუჭებ მაგრამ აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე ყველაზე იოლი რაც იყო და ყველაზე ნაკლებად რაც შეგეძლო დაგეშავებინა იმას აშავებ რა თორე ღმერთმა ის ბოროტი რომ მოუშვას რაც ჩვენ გვებძვის მამაო შეიძლება საერთოდ იმაზე არის ლაპარაკი ღმერთს დაგმოფკი არა რეებს გააკეთებ ხო ადამიანი შეიძლება ცხოველზე უარესი გახდეს ხო ასე რომ კიდე მადლობა ღმერთს რა იმ წყალობა რამხელა წყალობა მამაო შენ ცოდვას რო ხედავ ადამიანი ყველაზე დიდი რამდენი არის მამაო საერთოდ ცოდვას ხედავს კი არა ცოდვათაც არ მიაჩნია რაღაცას რო იდენს და თუ რამე დაგვინახია ჩვენ ცოდვები დიდ აი მართლა ღვთისწყალობა მადლობა მამაო და რა ვიცი აი ბოლო რო აწუთი დარჩა მამაო რას გვეთქვით თქვენ აი ამის შესახებ აი როგორ უნდა ვიყუროთ მამაო იმიტომ რომ აი ნახეთ ეფრემასულიო თქვენ რო ამბობთ წეღან რომ მომეციო ღმერთო ჩემი თავის დანახვა ჩემი ცოდვებს და არა განკითხვა ძმისა ჩემისა ხო როგორ იწყება მთელი მარხვა სინანულით იმით მაგრამ შემდგომში ესე არ გრძელდება რომ არ ხარ რჩება იქ ვერ ჩვენ სინანულით თითქოს რჩება არა და რატო უნდა იყოს მამაო მარადიული ცოდვასთან დაკავშირებით გვასწავლეს მინდა წერილი არ არის კაცი რომელიც ხონდეს და არას ცოდოს პავლე მოციქული ამბობს სადაც ცოდვა არის რომ უნდა მარდლი გარდაემატებაო ადამიანის მდგომარეობა ამ სამყაროში ცოდვის გარემოში იზრდება ადამიანი მაგრამ ნახეთ როდესაც ადამიანი მუდმივად სინდისის ხმით ცხოვრობს ყოველთვის ებრძვის ცოდვას და მუდამ და როგორც თქვენ მზანეთ რომ ჩვენი არჩევანი კი არ არის რომ ნაკლები ცოდვა ჩავიდინოთ ჩვენი სისუსტეა რომ აი ამ ნაკლებ ცოდვას ჩავდივართ ამ ეტაპზე მაგრამ ის მადლი როდესაც ჩვენი განსულიერება ჩვენი ღვაწლით იქნება ეს პატარაც ძალიან დასუსტება და მე როგორ არის სულიერი აი ეს სულიერი ადამიანები ეგრეთ წოდებული წმინდა მამები დედამიწაზე ცოცხლად რო წმინდანად ცხოვრობენ რას აკეთებენ უკვე მათ ფიქრის მიერი, ანუ ბოროტის ფიქრის მიერი მხოლოდ კვეთების მიერი, ცგერის მიერი შესაძლებები აქვს და არანაირი სურვილი, არანაირი ქმედება არ აქვს ცოდვასთან მიმართებაში. ამიტომ მუდმივად ხმა ღვთისა სულში უნდა იყოს ჩვენში. აი როგორც უძღებ შულში. რა ხდება, როდის ხდება ადამიანის მდგომარეობაში, უძღები შული წავიდა მამისგან, მამა ზეციერისგან, სიმართლისგან, შენი სიცოცხლის მომნიჭებელი ამ სამყაროში რო არის შენი მამა, ხო, ღმერთიდან, შენმა მშობელმა რო გშობა და თუ იმას მიატოვებ, არ გულისხმობ რომ ცალკე გადახვალ საცხოვრებლად. ყველანაირად მას რომ მიატოვებ და იმ მადლს, რომელსაც შენ ის 1/3 გეკუთვნოდა წაიღებ, იმ ნათლობის მადლს, იმ ქრისტიანობის მადლს, იმ ღვთისგან სიცოცხლის ხატებისა და მსგავსების მადლს და წახვალ სადღაც სოფელში შორს, ანუ სოფელი ცოდვის მიერი, მიწის მიერი და მერე ისიც შორს, ანუ ცოდვის სიღრმეში და ბოლოს იქ ღორების საჭმელს ჭამდაო, რქას, ანუ ღორი რომელიც ფიზიკურად ზევით ვერ იწევს თავს და სულ მიწას ხედავს, ანუ ადამიანი რომელიც ღმერთს, სიმართლეს, ჭეშმარიტებას საერთოდ ვერ ხედავ და სულ მატერიალურში აქ განაბნია მან ეს და იქ მოეგო გონს, რომელ გონს მოეგო, სულიერ გონს მოეგო იქ რომ მოდი ისე მამა ჩემთან მივალ
და მე მესის შვილის წოდებით ღირსი არა ვარ, მაგრამ მის მოსამსახურეებთან მაინც საკვებს ძილს ნორმალურს მაინც მოვიპოვებ. აი ეს სულიერი გონი ჩვენ რაც არ უნდა ცოდვ მდგომარეობაში ვიყოთ, ყოველთვის გვესაუბრება და არ არის სირცხვილი, არ არის კნინი, ჩვენ როგორი ცოდვით მოვდივართ ტაძარში. თუნდაც ტაძრიდან წასულები ვიყოთ. მით უმეტეს, რომ გაიაზრო რა დაუტევე, რომ აუცილებლად მას დაბრუნდე და რო დაბრუნდები, ნახეთ როგორ შეეგება მამა მას. რომელი მამა არის სახარებაში წერია შვილმა პურის ხოვოსო და ქვა მიცესო, ან თევზით ხოვოსო და გველი მიცესო. და თუ თქვენ უკეთურთა იცითო თქვენ შვილს როგორ მიეგებოთო, მე როგორ არ ვიციო უფალი ამბობს. ასე რომ კიდევ ერთხელ ეკლესია უხმობს ყველას, მოვედით ყველა მაშვრალი და ტვირთმზიმენი. ჩვენა გუცდელები არავინ არა ვართ. ჩვენ ერთობით ვერძით ცოდვას, ერთმანეთის იმედად, ერთმანეთის მხარდამხარ. ამიტომ ფუტკარებით უნდა ვიცხოვროთ, რა დადებითი თვისებებია გიორგის, ქეთევანს, მარიამს, დავითს, რომ ის ჩემთვის გამოვიყენო, რომ ერთ-ერთ ცოდვას ამი დავამარცხებ. და მეორე, მე რა უნდა ვაჩვენო ადამიანს, რომ გამოსადეგარი ვიყო, იმან გამოიყენოს მის ცხოვრებაში. ეს არის უმთავრესი. სულ გვითხოვს არაერთხელ ესებს წინავდე ნათელი შენი წინაშე კაცთა, რომ ჩემი საქმეები მოუთმინე ვაპატიე, ვებრძოლე ცოდვას გამოიყენოს მან. რაც არის აღსარება. განცდა საკუთარ თვისაცოდვათა პირველი, მეორე არ განმეორების სურვილი და მესამე იმედი ღვთისა რომ მას აპატიებს. ეს სამი რამე თუ არ გაქვს აღსარებაში მისვლას. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება რატო არ არის სინანულის მიმართ, ჯერ არ განვისდეთ სიღრმისეულად, იმიტომ რომ ამ ცოდვას თავისი შინაარსით ვერ ვხედავთ. მეორე, ჩვენი რწმენა ცოტა ნაკლებია, რომ ღვთის ნებას გვესაუბრება ჩვენი მოძღვარი. არადა ჩვენი რწმენა უნდა იყოს, რომ უფალო შენი ნება მითხრა ჩემო მოძღვარმა, ეს მტკივნეული იქნება, ნემსი იქნება, თუ საეპიდემია, თუ საჯელი იქნება, მივიღებ ამას. და მეორე, მე არ განმეორების სურვილი, რატო აღიარებ ამას? არ მომეწონა, არ მინდა. მაშინ მითხარი, როგორ ვებრძოლო ამ ცოდვას, მამაო, და როცა მეტყვი, მაშინ გონიერი თუ არ უნდა გამოვიყენო. და თუ თავშივე გამოყენებას არ ვაპირებ, მაშინ ეს დანიშნულება, რეცეპტი რა თმინდა ექიმმა რომ მომცა. თუ ისე უნდა დავლიო, თუ ისე უნდა მოვწიე, თუ ისე უნდა ნარკოტიკები, მაშინ რაღაც მივედი ექიმთან. დროს დავკარგე და ხარჯის გავწიე. ეს არის სულიერებაში. რწმენა არის ყველაფრის საფუძველი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, საქმე და რწმენა. ამის გარეშე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე და ის საქმე, რომელსაც შენ აღასრულებ, რომ ეკლესიაში მიხვიდე, იმას რწმენა უნდა ახდელ თანს, რომ შენ შენი სულის გადასარჩენად მიდიხარ და ითხოვ შენი მოძღვრისგან ამას. შეგვაძლებინოს უფალმა ყველას ეს ერთობით. მამო, სხვადასხვა 3 წუთი დარჩა. წარმოიდგინეთ, მამო, ესე გაგვექცად რომ რამდენი რაღაცა ვერ თქვით ალბათ, რამდენი რაღაცა თემატიკა. აი, ძალიან მოკლედ 1 წუთი მაინც ესე მივიტყვი რომ სინანული არის სიხარული. აი როგორ შეიძლება სინანული სიხარული იყოს? აი თქვენ რა არის სინანული? ჩემი ცოდვების განცდა. და ჩემი ცოდვების განცდა რა არის? მე მივხვდი როგორ ვაწყენინე სხვას. და ეს უნდა გამიხარდეს. რო ვაწყენინე ის კი არა. როგორ ვაწყენინე და უნდა გამიხარდეს ის რომ მომეცა მე საშუალება იმისა რომ მე ახლა მას უნდა დაუვამო. და თუ ეს გახარება მე არასწორად გამოვიყანე და ღირსი ამისი, უკვე ეს სინანული თავშივე ჭეშმარიტი არ ყოფილა, ეს ყოფილა ანალიზი, ამიტომ არის მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგცეს უფალმა. თუ ამ სინანულში არ იქნები ამ მარხვაში, ის აღდგომის სიხარული არ გექნება. რომ მე მივხვდე ჩემ დანაშაულს უნდა გავიაზრო. და როგორც კი გავიაზრებ, უნდა უშუალოდ ჩემს ხეულს, რომ აი აპატიეთ ახლა მაგალითად ამბობი რომ ნაბახუსები ცუდი მდგომარეობაა. და უნდა გაიაზრო ეს სხვა დროს უბრალოდ რომ მოხდები გაიხსენე ერთი კვირის უკან რაც დღეში იყავი და აღარ დალიო უნდა ეს საკვები მაინც შეირგე. იქ ვერცღვინო შეირგე, ვერცაკვები შეირგე და მეორე დღე მთელი დღე დაკარგე. რომ ვერ აღიდგინე მდგომარეობა. ესეა ნებისმიერი ცოდვა. თუ ის ცოდვა ჩაიდინე და ამი დააშავე შენ, დაზიანდე დედა, მამა, მეგობარი, ინერვიულა, იტირა, გული ეტკინა, შემდგომში ამ ცოდვასთან ისევ როგორც მიახლები, შენ უარი უნდა თქვა არა მარტო შენი სხეულისთვის, არამედ იმ საყვარელი ადამიანებისთვის, ვინც შენს ირგვლივ არის. აი ამას ვიტყოდი ამ შვიდობიანი მარხვა მოგცეს ღმერთმა ესე ნახვა საკუთარი თვისაცოდვისა სულიერი დანახვა. თორე ისე კი ყველა მიცით არ ვარგა გავაკეთე რა ვქნა. ის უნდა ქნა რომ გაკეთებულს არაფერი არ ეშველება, შემდგომში ჯერ შევამციროთ და მე რომ საერთოდ უკვე ვაგდოთ შეცოდება ღვთის შეწევნით და წმინდანთა მეოხებით.
მადლობა ძალიან დიდი მამა მადლობა ეს ლამაზი საუბრისათვის აუცილებლად მამა მარხოში კიდე მოგიწევთ აუცილებლად ერთი კაი ეთერი კიდე გავაკეთოთ და მრავალი კიდე ფოტოშოპის ბევრი მწერს ხომ თქვენ შესაძლოა მოსწონთ თქვენი ქადაგება ხალხს და მადლობა ძალიან დიდი და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს თქვენ ოჯახს მოვიკითხავ აუცილებლად იმ ადამიანებს ვინც თქვენ პატივს გცემენ ბედნიერებას უსურვებ ყველას მადლობა თვითონ ადამიანს იმ ადამიანს ვინც ეკლესიას სასულიერობის ან საერთოდ სხვა ადამიანს ცემთ პატივს იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მამამაც ისაუბრა მაგაზე რომ სხვა ადამიანის პატივისცემით ჩვენ ერთმანეთში ღმერთს ხედავთ და ღმერთს ვცემთ პატივს იმიტომ რომ ღვთისათვის ყველა ადამიანი არის პატივსაცემი აი ბოლო გაიძვერაც რო იყოს ბოლო ცოდვილიც ბოლო რაღაცა მტერიც რო იყოს ღმერთი იმაშიც ხედავს იმეც რომ ოდესღაც შეიძლება ცხონდეს ოდესღაც გამოკეთდეს და ასე ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს აბა ისიც უყვარს მისთვისაც იშრომა ღმერთმა აი რაცა უნდა დაუჯერებელი იყოს ხო არის ვიღაცა ადამიანი რომ აი ფიქრობ რომ აუ ამ სამყაროში მეც ვარ და ისიც გაჩნდა მაგრამ აი ხო აი ეს მაჭირებელიც გააჩნდა ის არ იყოს ის 99-ის მერე მე ასეც ხარ მენაც ვარ ხო რა ის ზუსტად რა ის დაკარგული რომელსაც ღმერთი დარდობს აი ზემოთ არის ისეთი სტროგი ადამიანიზის იმაში წამებს მithulis მე არ ვიცი ეს რა ხდება ამ ბოლო ხანს და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს კარგს გისურვებთ და წარმატებები გემშვიდობებით იქით ეს გადაცემები გავა კვირას განმეორებით საღამოს და მე დაგემოვნებით 7-ის ნახევარზე ორშაბათისათვის კარგად ზანდებოდეთ დროებით